ნატოს საინფორმაციო კუთხე გაიხსნა სახელმწიფო დაცვის სასწავლო ცენტრში. სამსახურის თანამშრომლებისთვის ნატო საქართველოს ურთიერთობის შესახებ ლექციაც წაიკითხეს. სასწავლო ცენტრს ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურაც გადაეცა. ჩვენი სასწავლო ცენტრი მოგეხსენებათ უკვე 2 წელია ფუნქციონირებს, აქ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა და აქ მოეწყობა ნატოს კუთხე და კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა გვექნება თვითონ ნატოს ცენტრთან. რაც სამნიშნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის. მუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ჯგუფთან, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს რეგიონები, ვიყავით სვანეთში, სამეგრელოში, კახეთში, სხვადასხვა ადგილებში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა თითოეულმა ქართველმა ზუსტად იცოდეს, რას ნიშნავს ნატოში ინტეგრაცია, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და ის არჩევანი, რომელიც ქართულმა ხალხმა გააკეთა, იყოს გააკეთა იმის შესახებ, ჩვენ გავხდებით ნატოს წევრები, ერთმანეთთან ნატოს წევრობა იყოს გააზრებული და ცოდნაზე დაფუძნებული არჩევანი. სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა თავად გამოთქვა სურვილი ნატოს კუთხე გახსნა იყო სასწავლო ცენტრში, შესაბამისად ჩვენ სიხარული დავთანხმდით ამას და მოვიტანეთ აქ ნატოს შესახებ გამოცემული ლიტერატურა ჩვენი ცენტრის მიერ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რადგანაც მათ შეეძლებათ თავად მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა ბროშურებიდან, წიგნებიდან, ბუკლეტებიდან.